ეს გიჟები კიდე ნუ ეს არ ვიცი რა ეს თავინარო რა დროს მიშა რო იძახია აი გავიდა 13 წელი და რაღა დროს მიშა და ისევ მიშა სათავეში ისევ ალბათ უნდათ მოსვლა არ საიტა გასვლას და არავინ დემარშს მე არ ვაპირებ სააკაშვილი წერს ალიანსზე მოვიდა თუ არა ისევ გამოძრა მე რა შუაშია მე ნაცი არა ვარ და მე ნაცობას რატომ აბრალებდი და მე არც ნაცი ვარ და არც კოცი ვარ არ არსებობს დღეს სხვა ან ერთ მხარეს ხარ ან მეორე შუაში გზა არ არსებობს ვისაც ამათ მხარეს დაიჭერთ კონკრეტულად ამათკენ ნახართ ამათ მხარეს დაიჭერთ და სიმართლის მხარეს ამათკენ ნახართ სხვა გზა არ არსებობს შუა არის გაკრეფილი თქვენ გინდათ ესე იფიქრეთ და გინდათ ისე იფიქრეთ რა ჯერეს ერთი და მეორეს ერთი ბუმერანგში რო ხართ მოყოლილები ვერ ატყობთ ამას ვერ ატყობთ რომ ეს ვერ ხვდებიან აი რატო ჩავარდნენ ესეთ დღეში რა იმას საერთოდ არ ითვალისწინებთ რომ რამე შეიძლება აი რაღაცა მეტაფიზიკური ამბავი ხდებოდეს მათ თავს რა ისევ აქეთ ამ მხარეს აბრალებენ ან ხალხს აბრალებენ ან მთავრობას აბრალებენ ან რაღაცას აბრალებენ არა გიბრუნდებათ ის 10 მაგათ რაც ნაკეთები გაქვთ 10 მაგათ გიბრუნდებათ ის და ამას თუ დროზე მოხვალთ აზე უკეთესი იქნება რა არავინ სხვა არაფერი არ ხდება რა რაც დაიმსახურეთ რა ესეთ უსამართლობების და დანაშაულებიც ჩაიდინეთ აი ის გიბრუნდებათ საერთოდ არავინ არ ანძრევს ხელს კანონს მიუყვებით და ვემორჩილებით ყველა და კანონის მიხედვით თქვენ ხართ დამნაშავეები და ამიტომაც ძიხართ ზოგი ციხეში, ზოგი იმაში, ზოგი იჯეკით გამოდიხართ და კიდე ჩალიჩობთ რომ შიგნით შებრუნდეთ. ეს ხდება მარტივად რა. და აი გაუშვებთ თუ არ გჯერათ, აი თავარ სარდალი უბრალოდ თავარ სარდალი ბუმერანგის ამბავში ვიდა განახოთ რა. ვერ დაემალებით შანსი არ არის ვერ დაემალებით სულ აი ხმები ჩავიწყვიტოთ და არაფერი არ გავაკეთოთ ამას ვერ დაემალებით იმიტომ რომ თქვენი ნამოქმედ არის ამბავია გიბრუნდებათ უკან თუ გაიგებთ გაიგებთ თუ არ გაიგებთ არ გაიგებთ რა